კიდევ ერთხელ მოგესალმებით მაესტროს ახალამებს უყურებთ 3 საათზე და ამავე დროს უსმენთ ტალღაზე FM 94 და 7 სტუდიაში ხატია ქვათაზე განაგრძობს მუშაობას. ფორმალური თუ ოფიციალური ბარაკ ობამას ერთ-ერთი ფრაზა საკამათო მას შემდეგ გახდა, რაც მისი ორი თარგმანი გავრცელდა. ვარაუდობთ, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, ძალაუფლების ოფიციალურად გადაბარება მოხდება, რაც ჩემი აზრით უკვე გატარებულ რეფორმებს განამტკიცებს. ბარაკ ობამას ამ სიტყვებზე კომენტირებისას საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი განმარტავს, რომ ობამას თქმით ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას უნდა გადაეცეს, თუმცა ეს ხელისუფლებაში აუცილებლად სხვა ძალის მოსვლას არ ნიშნავს. ამასთან მინაშვილს ალოგიკურად მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა ვინმე სურჩიოს, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ არა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ტექსტის თანახმად კი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი აცხადებს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩემი პატივისცემა თქვენ მიერ უკვე შესრულებული სამუშაოს მიმართ და გამოვთქვა იმედი, რომ გაიმართება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც ვფიქრობ კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე განხორციელებულ რეფორმებს. ამ ფრაზის განმარტება დღეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერსაც თხოვეს. თავისთავად, მოდით ზოგადად რაც იყო არჩევნებთან დაკავშირებით, მე იმის შესახებ შემიძლია გითხრათ. პრეზიდენტმა ისაუბრეს ყველა სხვა დემოკრატიულ რეფორმაზე და შეგიძლიათ ნახოთ ეს განცხადებები, გავიმეორებ სრულადაც და თუნდაც ეს ამონარიდიც, ხომ? რომ საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმის გზით სვლას და რა თქმა უნდა, ხელისუფლება მხოლოდ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით იქნება არჩეული. თუ გინდათ კიდევ უფრო განვავრცელოთ, როგორც გითხარით, ნებისმიერი ხელისუფლება არჩეული იქნება დემოკრატიული არჩევნების გზით. ამასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო გადადის პრინციპულად ახალ მოდელზე, სადაც პარლამენტს გაცილებით დიდი როლი ექნება და ამ თვალსაზრისითაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრას უაღრესად მნიშვნელოვანს უწოდებს და მას ნაყოფიერად აფასებს. როგორც მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრი იყო განხილული. და საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, მისივე თქმით, საკმაოდ ფართოდ იყო წარმოჩენილი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თემა. მანჯგალაძის განმარტებითვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მაღალ დონეზე გაგრძელდეს დიალოგი ამ თემაზე და განხილული იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიღწევის პერსპექტივა. შეხვედრა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი, განხილული იქნა საკმაოდ ფართო სპექტრი საკითხებისა და შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, გამოყოფთი ეკონომიკურ საკითხებს, საკმაოდ ფართოდ იქნა განხილული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მაღალ დონეზე გაგრძელდეს დიალოგი ამ თემაზე და განხილული იქნას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიღწევის პერსპექტივა. საკმაოდ ცლად იქნა განხილული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და რაც ჩვენი საზოგადოებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. უნდა ითქვას, რომ უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები შესაბამის თანამდებობის პირებს შორის, რათა განხილული იქნას კონკრეტული ასპექტები საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასა და ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. საქართველოს შემდგარი რეფორმებს პრეზიდენტმა ობამამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა და თქვენ შეგიძლიათ ეს განცხადებები, უბრალოდ კი შეფასება თავადე მოისმინოთ, ამიტომ აღარ გავმეორდები და აღარ დავკონკრეტები. აღსანიშნავია ეს თუ რამდენად კარგად იყო ინფორმირებული შეერთებული შტატების პრეზიდენტი სწორედ ამ რეფორმებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველო გააგრძელებს რეფორმებს და ამ პროცესში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ორივე პრეზიდენტმა გამოთქვა დიდი სურვილი და რწმენა იმისა, რომ ისედაც არსებული ძალზედ მყარი ორმხრივი ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით კი ბარაკ ობამასთან შეხვედრის კონკრეტულმა შედეგებმა მის მოლოდინს გადააჭარბა. შტაბის ცდილებების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა, მისი თქმით ორი ქვეყნის ურთიერთობა ახალ და უფრო მაღალ დონეზე გადადის. მე ნამდვილად ვარ ამ ოვალურ კაბინეტში ცეცხლში და მინდა ვთქვა, რომ ყველა წინა შეხვედრა იყო კარგი, მაგრამ არასდროს ამდენი კონკრეტული შედეგები დატვირთული ჩვენ ამ კაბინეტიდან არ გამოსულართ. და თან იმ მომენტში, რომელიც როცა საქართველოსთვის ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. კერძოდ თქვენ მოისმინეთ რა თქვა პრეზიდენტ ობამამ, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ შემდგომ ახალ დონეზე ავწიოთ ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და იცით, რომ თუ წინა წლებში ეს იყო საუბარი მხოლოდ ვთქვათ ანტიტერორისტულ ოპერაციებზე ან ჩვენ ერთად მონაწილეობაზე ავღანეთის ოპერაციაში ან ერაყში, საუბარია იმაზე, რომ ამერიკასთან ერთად ვითანამშრომლობთ საქართველოს საკუთარი თავდაცვის განვითარების საკითხებზე. ძალიან კონკრეტულად ჩვენ გავაგზავნებთ ამ თემებზე
მუშაობას, ძალიან კონკრეტული შეხვედრები დაიგეგმა და ეს არის ახალი, უფრო მაღალი დონე ჩვენი თანამშრომლობის სამხედრო უსაფრთხოების სფეროში. მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რომ პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა, რომ ზათ არის, რომ ხარი დაუჭიროს ახალ ფორმატს ეკონომიკური თანამშრომლობის, რაც ნიშნავს ასევე პერსპექტივას ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ძალაუფლების ოფიციალურად გადაცემას ვარაუდობს, რაც ბარაკ ობამას თქმით უკვე გატარებულ რეფორმებს კიდევ უფრო განამტკიცებს. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ობამამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ეკონომიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხითაც განიხილა და ქართველ კოლეგას სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი წვრილის გამო მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა მადლიერება საქართველოს მხარდაჭერისათვის გამოხატა. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გუშინ შედგა. Welcome, President Saakashvili and his delegation. მივესალმები პრეზიდენტ სააკაშვილს და მის დელეგაციას. ძალიან სასიამოვნო მოვლენა უკვე 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ვარდების რევოლუციიდან კი 8 წელი. ფიქრობ, რომ საქართველომ უნდა იამოყოს იმ პროგრესით, რაც სუვერენიტეტის დაცვისა და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის კუთხით იქნა მიღწეული. პირველი რაც გავაკეთე, დადებითი შეფასება გამოვთქვი სხვადასხვა ინსტიტუტების შექმნისთვის, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთში. საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობების უფლებები დაცული იყოს, პოლიციისა და კანონის კონტროლის, სხვადასხვა ინსტიტუტების მშენებლობის შედეგად არა მარტო თანამედროვე ახალგაზრდობა ისარგებლებს უპირატესობით, არამედ მომავალი თაობებიც. მინდა გამოვთქვა დიდი კმაყოფილება წარსულში გატარებული ყველა სამუშაოსთვის. ასევე ვარაუდობთ, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ძალაუფლების გადაცემის შემდეგ კი გატარებული რეფორმები კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ეს ეხება ეკონომიკასაც. საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა თავისუფალი საბაზრო სისტემის შესაქმნელად, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. შეერთებულ შტატებს კი სურს საქართველოს დაეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო თანამშრომლობაზეც, როგორ შეგვიძლია სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება. ასევე ვიმსჯელეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც. აშკარაა, რომ გასაკეთებელი ძალიან ბევრია, თუმცა უმთავრესია, რომ შეერთებული შტატებიც და საქართველოც მოგებულია, რადგან ჩვენ ვცდილობთ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებას. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, მე მადლობა გადაუხადე პრეზიდენტს იმ წვლილისთვის, რომელიც ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში გასწიეს. ეს იყო ნატოს არაწევრი ქვეყნისგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი. ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. ძალიან ბევრი სფეროა, სადაც ერთად მუშაობა შეგვიძლია. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ და ვარწმუნებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ნატოში. ბოლოს მინდა პრეზიდენტს უთხრა, რომ ვაფასებ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მის მოდელს, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის შეიქმნა, არამედ მთელი რეგიონისთვის. ფიქრობთ, რომ თუ საქართველო მსგავსი პროგრესის მიღწევას მომავალი წლების განმავლობაშიც განაგრძობს, მაშინ სხვა ბევრი ქვეყანა იტყვის, რომ თუ კი ეს საქართველომ შეძლო, ჩვენც მოვახერხებთ ამას. საქართველო იყო გონიერი მოთამაშე მსოფლიოში და სხვადასხვა ფორუმებზე. ასე რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას საქართველომ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. მომავალში ჩვენ შევეცდებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ უკვე საკმაოდ ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ აქ ხართ. ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის უდიდესი პატივია ოვალურ დარბაზში დაბრუნება. ჩვენ უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ იმ მხარდაჭერისა და ძლიერი თანამშრომლობისთვის, რომელსაც თქვენი ადმინისტრაცია და შეერთებული შტატები ყველა ეტაპზე შემოგთავაზებს. ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მომავლისთვის, ჩვენი დემოკრატიისა და რეგიონის განვითარებისთვის, რომელიც გადამწყვეტია ყველა მიმართულებით. ჩვენ მადლიერი ვართ, რომ ხარს უჭერთ ჩვენს მისწრაფებას ნატოში გასაწევრიანებლად. ასევე მადლიერი ვართ იმის გამო, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავთ და საქართველოსთვის თავდაცვის გაძლიერებაზე საუბრობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ერისადმი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საუბარი, რადგან ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის მისამართით ყურადღებას გაზრდის. ეს კი აღმშენებლობის პროცესს მხოლოდ დაეხმარება. დიდი მადლობა ჩვენი რეფორმების შექმნისთვის. რეფორმების პროცესი არასდროს სრულდება. ეს ცვლილებები კი თქვენი ადმინისტრაციისა და შეერთებული შტატების, თქვენი ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ჩვენ ამას ვაფასებთ. მიმდინარე წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ძალაში შევა ახალი კონსტიტუციური სისტემა საპარლამენტო მთავრობით. როგორც თქვენ
უკვე აღნიშნეთ, მომავალ წელს საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდება და უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემა იქნება. მე გავაგზავნებ თქვენთან ყველა მიმართულებით თანამშრომლობას. ვერაფერი შეაფერხებს საქართველოს პროგრესისკენ მიმავალ გზას. ვერაფერი დაგვაბრუნებს უკან კორუფციისკენ, ნაკლებად დემოკრატიული სისტემისკენ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას. ამ დარბაზს ძალიან ბედნიერი ვტოვებ. ჩვენ მივიღეთ ის რისი მიღებაც გვსურდა. საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიანებით შეხვედრის შედეგებზე ტელეკომპანია BBC-ს ეთერში ისაუბრა ავღანეთის მისიაში საქართველოს როლი და დამატებით კიდევ ერთი ბატალიონი რუსეთთან და კონკრეტულად ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობა ინტერვიუს მთავარი თემები აღმოჩნდა. It was amazingly good reception. ეს იყო ყველაზე გასაოცარი შეხვედრა, მათ შორის რაც კი ადრე მქონია. ოვალურ დარბაზში წინა ადმინისტრაციის დროსაც მქონდა რამდენჯერმე შეხვედრა, მაგრამ ამჯერად ჩვენი ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და შეხვედრას უფრო კონკრეტული შინაარსი ჰქონდა. თეთრი სახლი მნიშვნელოვანი გზავნილებით დავტოვე. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივაზე ისაუბრა მთავარი წინსვლა. შეიქმნა ეკონომიკაზე მომუშავე კომისია და მეორე ახალ საფეხურზე გადადის ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობას. მან ასევე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ნატოში მისწრაფებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მისი განადგურების მცდელობა არაერთხელ იყო. ნებამომესით შეგეკითხოთ ნატოს მისწრაფებაზე. კოალიციური ძალების მხარდამხარ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში თქვენი 1000 კაციანი შემადგენლობა მონაწილეობს. თქვენ ერთადერთი ქვეყანა ხართ, რომელიც კონტინგენტის გაზრდას გეკმავს. ეხება თუ არა ეს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებას? ავღანეთში ჩვენ ერთ ბატალიონს ვამატებთ და მალე იქ 1700 ჯარისკაცი გვეყოლება. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანა იქნება, რომელსაც ავღანეთში ასეთი რაოდენობის ძალები ეყოლება. რატომაა საქართველოს ასე დაინტერესებული ავღანეთში უფრო მეტი ჯარისკაცის გაგზავნით? ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური, კულტურული და გეოგრაფიული თვალსაზრისით ევროპული ქვეყანა გახლავთ. ჩვენს პარტნიორობას ამერიკასთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედრო ძალების მომზადების დონის ამაღლება. ისინი კარგები არიან და ეს ჩემი სიტყვები არ არის. რამდენიმე ამერიკელ მეთაურს ვესაუბრე და ჩვენს ჯარისკაცებს ყველა აქებს სამწუხაროდ დანაკარგიც ჰქონდა. მოდით ახლა ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან დღეზე, რომელიც თქვენ არც თუ დიდი ხნის წინ ჰქონდათ. მე საქართველოსა და რუსეთს შორის ომს გულისხმობ. ნებისმიერ ამერიკელს საქართველოს შესახებ რომ ვკითხო, სწორედ ამ ომით გაგიხსენებთ. მოსალოდნელია, რომ პუტინი რუსეთის მომავალი პრეზიდენტი გახდება. ამ ფონზე როგორ გრძნობს თავს საქართველოს მოსახლეობა? ჩვენი ტერიტორიის 20% დღემდე რუსების მიერ არის ოკუპირებული. ეს ევროპარლამენტმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამაც აღიარა. 9 მილიონზე მეტ ადამიანს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ აქვს და ფაქტობრივად ეს ადგილები ცარიელია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცვლილებები მიმდინარეობს თვით რუსეთშიც. ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება მოსკოვში. რას ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ? ეს საკითხი მსოფლიო პრესის მიმოხილვაშიც მოხვდა. წელს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას ობამამ დააკონკრეტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოელის. ბარაკ ობამას ფრაზის ეს ნაწილი ამერიკის ხმას მოჰყავს. სტატიები გუშინდელი შეხვედრის შესახებ ვაშინგტონ პოსტმა და როიტერმაც გამოაქვეყნა. როიტერის ყურადღება სამახვილებს, რომ პრეზიდენტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე კერძოდ კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. სააგენტო პრეზიდენტების შეხვედრის სხვა თემებსაც, მათ შორის ნატოში გაწევრიანების გზაზე, საქართველოსათვის მხარდაჭერას და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე წერს. ვაშინგტონ პოსტი კი აღნიშნავს, რომ ბარაკ ობამა საქართველოს თავისუფალი ბაზრის გაძლიერებას დაჰპირდა. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა მთავრობის დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემაც გახლდათ. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შედეგები შეაჯამა, როგორც პრემიერმა განაცხადა, გუშინდელი დღე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი იყო. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა საქართველოს და ამერიკას შორის, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს ეკონომიკური აქტივობისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება ევროკავშირთან, პრინციპში დღეს სწორედ იმართება
ერთ-ერთი დამწყები რაუნდი საქართველოს და ევროკავშირის შორის თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, მოლაპარაკებებზე. სიამოვნებაში პერსპექტივაში თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოვიდგინოთ გარკვეულ სავაჭრო ცენტრად, რომელიც ჩამოყალიბდება აზიასა და ევროპას, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დღეს ვაშინგტონში პრეზენტაცია შედგება ახალი წიგნის, მსოფლიო ბანკის მიერ დაწერილი წიგნის, რომელიც საქართველოს ეხება, რომელიც თავიდან ბოლომდე აღწერს იმ რეფორმებს, რომლებიც გატარდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. ეს შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის და ისტორიული მნიშვნელობის მქონე. იგი ნიშნავს და იქ მიღწეული შედეგები ნიშნავს საქართველოს გაძლიერებას როგორც ეკონომიკურად, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით და შესაბამისად საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს ძალიან დიდ პერსპექტივას და დიდ შანსებს და სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანებისათვის. საპარლამენტო უმრავლესობა ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას მთელი ქვეყნის წარმატებად მიიჩნევს. მმართველგუნდში აცხადებენ, რომ მათი მოლოდინი გამართლდა და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო წარმატებულ ქვეყნად წარმოჩინდა. პირველ რიგში თავად ბრიფინგი იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ არ არის ხშირი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტების შემდეგ ბრიფინგზე კონკრეტულად ყალიბდება ის საკითხები, რომელზეც მოხდა გარკვეული შეთანხმება. და ეს საკითხები, რომელიც ჩამოთვლილი იყო, მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და გაფართოება ხას უსვამს თავდაცვის სფეროში უნარიანობის და უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება. ეს კრიტიკულად დაუცილებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ამ ფონზე ნატოში გაწევრიანების დაჩქარება და შეერთებული შტატების ხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტია ძალიან მალე და ამ სამიტის წინ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება თავისთავად არის ბიძგი ჩვენი შემდგომი დაახლოების და ბუნებრივია თავისუფალ ვაჭრობაზე საუბარი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ეს არის ინტერესის გაზდა ინვესტორებისათვის საქართველოში ფულის ჩადების, რაც ნიშნავს იმას, რომ ვითარდება ქართული ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივი დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა იზრდება. საქართველოს დასახელდა როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის თამბეშტავი მაგალითი რეგიონალური თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ამ შეფასებას პრეზიდენტ ობამასი აღარ სჭირდება დამატებითი კომენტარები და შედეგებიც არის სახეზე, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გადადის სრულიად ახალ ეტაპზე. ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისათვის, ეს არის ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და საქართველოს აუცილებლად გამოიყენებს ამ შანსს. ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულობის მართლა აკვანი აღიარებს საქართველოს როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, ეს ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დგას სწორ გზაზე, საქართველოს უნდა გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით და საქართველოს ასევე აქტიური იქნება როგორც რეგიონალური ლიდერი, საქართველოს აქტიური იქნება როგორც პასუხისმგებელი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე. პირველი შთაბეჭდილება არის, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული შეხვედრა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინასწარ პროგნოზირებულ მიმართულებები მართლაც გამართლდა, ძირითადად საუბარი იყო სამხედრო თანამშრომლობის განახლებაზე, გაძლიერებაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და ჩიკაგოს სამიტზე, თქვათ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერაზე. აქვე ამას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, პერსპექტივა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფორმების თაობაზე. მოგეხსენებათ, შეერთებულ შტატებს არც თუ ისე ბევრი ასეთი პარტნიორი ყავს სოფლიოში, რომლებთანაც აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. თუ არ ვცდები, ეს ციფრი არ აღემატება 17 ამ ეტაპზე, დღევანდელ ეტაპზე. მიხეილ სააკაშვილის ბარაკ ობამასთან შეხვედრას ოპოზიციაც მნიშვნელოვანს უწოდებს. მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ეს შეხვედრა უპირველესად ქვეყნისათვის იყო მნიშვნელოვანი. თავისუფალი დემოკრატების წევრი ალექსი პეტრიაშვილი კი საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ჩემთვის და ახალი მემარჯვენეებისთვის ეს არის საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და მე მგონი თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, ქვეყანას და არა ცალკეულ პრეზიდენტს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ასევე მნიშვნელოვანი იყო დღეს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტ ობამას სიტყვაში ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს
საქართველოს ელის 2012 წლის არჩევნები და ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირ მინიშნება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ამ არჩევნების ასეთ პირობებში ჩატარება და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას ჰქონდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური ასპექტი და ახალი მემარჯვენეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა ნება, რომ ვიმოძრაოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების მიმართულები და ყველაფერი გაკეთეს ამ ხელშეკრულების გაფორმებისთვის. ბარაკ ობამამ, რა თქმა უნდა, ყურადღება გაამახვილა რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რამოდენიმე პერსპექტიულ საკითხზე, მათ შორის იყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაწყებაზე ფიქრის პოტენციალი, ესე აღნიშნა მან. გარდა ამისა იყო საუბარი, რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყველა ამ საკითხის ერთ ძალიან მნიშვნელოვან კონტექსტში და ჭრილში განხილვა, ეს არის საქართველოში დაგეგმილი მომავალი არჩევნები, რომელთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა ობამამ ცალსახად აღნიშნა, მადლობა იმისთვის, რაც გაკეთდა, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია და მაღალი მოლოდინი აქვს მას პირადად და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შესაბამისად, რომ ეს არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და თავისუფალ გარემოში, რომლის შედეგადაც მოხდება სათანადოდ, გნებავთ დავარქვათ, ოფიციალური გადაცემა ხელისუფლების იმ ძალისთვის, რომელიც გაიმარჯვებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრამდე კი ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირს ღია წერილით მიმართა, რომელიც გუშინ ვაშინგტონ პოსტსა და ნიუ-იორკ ტაიმსში დაიბეჭდა. საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების დამფუძნებელმა ვაშინგტონს მოუწოდა აამოქმედოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად საქართველოში. სწორედ ახლა შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ არის აუცილებელი საქართველოს ყველა ჭეშმარიტი მეგობრის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტენსიური დიალოგი, რათა მისი მხრიდან არ იყოს ნებისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა, რაც საბედისწერო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსათვის ნათქვამია განცხადებაში. ამიტომ მივმართავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს მხარი დაუჭირონ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და იმავდროულად აამოქმედონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენის უზრუნველსაყოფად ნათქვამია განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე კონკრეტული წარმატების მომტანი იქნება საქართველოსთვის. ლეიბორისტებს კი მიაჩნიათ, რომ თეთრ სახლში მიხეილ სააკაშვილის მიღება და მისი ქება საქართველოს შეურაცხყოფაა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოს ბედი სწორედ ვაშინგტონში ხდება. თეთრ სახლში საქართველოს სისხლიანი დიქტატორ სააკაშვილის მიღება, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის დამაქცევრის, განსაკუთრებით კი მისი პოლიციური რეფორმის მიმართ ობამასაგან მიძღვნილი ქება-დიდება, ჩვენი სამშობლოს გამოკვეთილი შეურაცხყოფაა. აღნიშნულით კვლავ დადასტურდა, რომ ჩვენი ბედი წყდება სწორედ ვაშინგტონში და ვართ არა მხოლოდ კოლონია, არამედ ამერიკის კოლექტიური მონები. შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტისგან გაჟღერებული ხელისუფლების ფორმალური გადაბარების იდეა ნიშნავს სააკაშვილისა და მისგან მართული ანტიეროვნული, პროამერიკული, მარიონეტი ძალების დატოვებას ძალაუფლებაში, რა თქმა უნდა, კვლავ არჩევნების ტოტალური გაყალბების ნებადართული სანქცირებით. ამერიკის სამხედრო სტატუსისა და ნატოსკენ სწრაფვის ყბადაღებულ იდეათა დაკანონება პირდაპირი გზაა საქართველოს გეოპოლიტიკურ ხორცსაკეფად გადაქცევისა და აფხაზეთ ცხინვალის სამუდამოდ არ დაბრუნებისათვის. სხვათა შორის, ამერიკის პრეზიდენტს ერთხელაც არ უხსენებია ამ ტერიტორიების ოკუპაციისა და მათი შემდგომი ბედის საკითხი. ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან ნაპოვნი ჩემოდანი კი გუშინ ღამით ცარიელი აღმოჩნდა. შემოწმების შემდეგ გამნაღმველები კი ჯავახიშვილის ქუჩაზე გვიან ღამითაც მუშაობდნენ. სამართალდამცველებს ლეიბორისტული პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი, რის გამოც როგორც სამანქანო, ისე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება შეზღუდული იყო.
ერწოდებული აქვს кейსი და გამოიძახე პატრონს სხვა არაფერი. თქვენ ნახეთ кейსი და რატომ დაეჭვთ? ნუ რა ვიცი, პირველი შემთხვევა არა ყოფილი ეგეთი რა შაშხანის დადის ნაღმი და აფეთქდა და თემი ტელეფონები დაიგრა და რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში თუ რაღაცა საერთოს დავინახოთ, ყოველთვის ვიძახებ პატრონს. კი ბატონო, და გამნაღმოლები რომ მოვიდნენ შემდეგ რა? ცარი რა აღმოჩნდა. არაფერი არ. ანუ უცებოთ ხვალე ლიდერი გააკეთეს მე რესპოპერაციას და საიდან აღმოჩნდა ეს кейსი აქ არის? არ ვიცი. წეროვანში ჩასახლებული დევნილების ნაწილს კი გაზის მიწოდება შეუწყვეტეს. ადგილობრივების ცნობით ამ დროისათვის 200-მდე ოჯახს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. კომპანიაში, რომელიც წეროვანში ჩასახლებულებს გაზით ამარაგებს, აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის გათიშვის მიზეზი დავალიანება, რომლის გადახდაზეც დევნილები უარს სხვადასხვა მიზეზით ამბობენ. ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბრისას კი წეროვანის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან დავალიანება დაფარონ, თუ კომპანია მათ გადასახადს რამდენიმე თვეზე გადაანაწილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადახდას ვერ მოახერხებენ, რადგან მათი ოჯახის წევრები დასაქმებულები არ არიან და შემოსავალი არ აქვთ. დევნილების შეთავაზებას გაზის მიმწოდებელი კომპანია კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მათ შუამდგომლობას მთავრობა გაუწევს. მარტის თვეში გამითიშეს გაზი, რომ რაც მქონდა დამწვარი, იმის გარდა კიდე მომივიდა 2009 წლის დავალიანება, როდესაც რო არ იყო გადასახდელი, არ უფასო გქონდა. ამზამთარს ჩავთები. ჩვენი ჩავთეთ. მოვლენ ისევე დამილუქავენ, მოდიან მილუქავენ და ახლა უკვე დღეს აგე წუთიდან წუთს ველოდები, რომ უნდა ჩამიჭრან, სუჩიკი მოხსნა და წაიღო. გაზებს ჭრიან, 10 ლარი 20 ლარზე უკვე ჭრიან გაზებს. მე თუ რომც გადაიხოდო, მაინც დროზე არ ართავენ ამ გაზებს. უმუშავრობა არის დენზე იყო შეღავათები, დენზეც გაუქმეს ეს შეღავათები. ხვალზე ალბათ დენსაც ჩაუჭიან ხალხსა და ჩემიანს იცივეში ხალხი. გადასახადები ყოველთვის მოდის. 5 ლარის რომ მქონდეს, გაზეთ ჩაგეჭირენ, სულსაც ჩაგეჭირენ და მე ზამთრის პერიოდში არ მინახია რომ კაცი ისიც დევნილი ჩაუჭრა შუქი და დატოვა სიცივეში მის ბავშვები. ეს არ არსებობს. გასული წლის დეკემბრის თვეში, ესე იგი, მოსახლეობას სახელმწიფომ დაურიცხა 50 ლარი დეკემბრის თვის. აი ეს იყო ბოლო. ამჟამად უკვე თვე დამთავრდა, ჩვენ არავითარი წერილები არ მიგვიღია მთავრობისგან და სამინისტროსგან, რომელიც ეს უფლებამოსილია, რომ ამათ დაეხმაროთ ამ გადასახადებით და არაფერის არ მოსულა და ჩვენ ეს თანხები უკვე წლის ბოლო ეს ბილინგი თუ არ დაიკეტა და არ გავისტუმრეთ, ჩვენ უკვე აღარ გვაწვის ეს იტერა კომპანია, იტერა გაზ და თუ არ მოგვაწოდა, ესე იგი ურჩი გადამხდელიც ისჯება და კეთილსინდისიერი გადამხდელიც რასაკვირველია. აფხაზური მხარის განცხადებით, ქართველი მღვდელმონაზონი მათ სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 33 შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სწორედ ეს საკითხი დააყენა. შეგახსენებთ, რომ მღვდელმონაზონი იონა რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში გადავიდა და ამის შემდეგ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეხვედრაზე მხარეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის საკითხი, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების განიხილეს. შეხვედრა გალში დღეს გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებრივი მოძრაობა ქართულ ოცნებას მიმართებენ. 5 ახალგაზრდული გაერთიანების წარმომადგენლები ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებას ითხოვენ და მათ ლიდერად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ. ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, ერთიანი ფრონტი უნდა შეიქმნას, რომელიც საერთო პოლიტიკას გაატარებს. ჩვენ ვისურვებთ ბატონ ივანიშვილი იყოს არა 2 ან 3 სეგმენტის ამ პარტიის ლიდერი, არამედ სრულიად საქართველოს ლიდერი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვების ასე ვთქვათ შანსები და ალბათობა მცირდება. აქედან გამომდინარე ჩვენ თხოვთ მას უბრალოდ ნურავის ნუ დაუგდებს ყურს იმ გარშემო ასე ვთქვათ მყოფ ასე ვთქვათ შამანებს და ასე ვთქვათ ნუ აიძულებს საზოგადოებას აფიქრებინოს ცუდი. ის გამოჩნდა ძალიან დიდი რესურსით, ჩვენ მივესალმებით მთელი ჩვენი ასე ვთქვათ რესურსით და შემართებით და მზად ვართ გვერდში დაუდგეთ იმ შემთხვევაში თუ იქნება სამოქალაქო და პოლიტიკური ერთობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესისა და უფლებამოსილების სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა. კვლევის მთავარი საგანი კომისიის დაკომპლექტების წესი და ამ პროცესში კანონის დაცვა იყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კომისიას მუშაობაში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა. არსებული კანონმდებლობით კომისიის კანდიდატებს პრეზიდენტი არჩევს და შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი ფიქრობენ, რომ საჭიროა სპეციალური კომისია შეექმნას, სადაც მედია სფეროში მომუშავე ორგანიზაციები გაერთიანდებიან და
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების შერჩევაც მათ დაევალებათ. ახალგაზრდა იურისტების რეკომენდაციით კომისიის წევრს იურიდიული განათლება და პროფესიით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ჩვენ სამართლებრივი ანალიზი მოვამზადეთ ქართული რეალობის, ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ეს წინადადებები, რომელიც ეხლა მომზადდა, დაეხმარება კომისიას ბევრად უფრო ეფექტიანი გახდეს საქმიანობა. დეტალურად შევისწავლეთ ანგარიში და მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რეკომენდაცია არის დაუსაბუთებელი, ანუ ის რომ ის რაიმე დადებით შედეგს გამოიღებს, ან რაიმე გააუმჯობესებს, აი ამისი არგუმენტაცია ანგარიში მოცემული არ არის, ეს ერთი და მეორე ანგარიში შეიცავს რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობასაც. 2012 წლიდან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლება ახალი პროგრამით გაგრძელდება. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, ახალი მეთოდი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მომავალ მოსამართლეებს, არამედ მოქმედ მოსამართლეებსაც თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი განათლების მიღებაში. 2012 წლის სასწავლო პროგრამებს შორის პრიორიტეტული დარბაზთან კომუნიკაციის ზოგადი პრინციპების შემსწავლელი კურსიც იქნება, ასევე გადაწყვეტილებათა დასაბუთებისა და წერის კულტურასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გინდა რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ თუ რა არის ჩვენი პრიორიტეტები და ეს სემინარები დაგეგმილია მთელი წლის განმავლობაში ყველა მოსამართლისათვის უკვე ცნობილია, მაგრამ მინდა რომ მათაც იცოდნენ, იმიტომ რომ მათი რჩევები და მათთან კონსულტაციები უფრო კარგ შედეგს გვაძლევს. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ, რომ აი ეს იქნება მთავარი და შეიძლება მე მათგან მივიღოთ დამატებით დაფინანსება, დამატებით რამდენიმე სემინარის ჩატარება იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რასაც თვითონაც თვლიან ასევე პრიორიტეტულად. საქართველოს 21 წლამდელთა ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად კი ალექსანდრე ჩივაძე დაინიშნა. 19 წლამდელთა ნაკრებს კახა კაჭარავა გაწვრთნის, 17 წლამდელების თავკაცი კი ნოდარ აკობია იქნება. ამის შესახებ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ განაცხადა, ჩივაძემ 21 წლამდელთა თავკაცის პოსტზე სოსო ჭედია შეცვალა, 19 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელობა კი მომავალ შესარჩევ ციკლში კობა ჟორჟიკაშვილს უწევდა, თუმცა ფედერაციის გადაწყვეტილებით ეს პოსტი კაჭარავას ჩაბარდა. რაც შეეხება 17 წლამდელებს, აკობიამ გელა შეყილაძის ადგილი დაიკავა. დროებით სოსო ჭედია იყო ახალგაზრდულ ნაკრებში, იყო მაგაზე ლაპარაკი, რომ ახლო დღეებში დაინიშნებოდა, ცოტა გაგვეწელა რამდენიმე თვე ჩატარდა ის თამაშები და საბოლოოდ თემურისთან ერთად ჩვენ ბევრი ველაპარაკეთ, უკვე თვეზე მეტია ველაპარაკებით საშა ჩივაძეს, გადაწყვეტილება საშა მიიღო და ჩვენ გამოვაქვეყნეთ. რაც ეხება 19 წლიან და 17 წლიანებს, იცით რომ ჟორჟიკაშვილი, რომელიც იყო იმ 19 წლიანი ნაკრების მთავარი წნელი, დღეს წარმატებით მუშაობს რუსთავის ოლიმპში, ამიტომ ეს ადგილი იყო თავისუფალი, დაინიშნა კახა კაჭარავა. და რაც ეხება 17 წლიანებს, იცით რომ ბოლო შედეგი იყო ძალიან ცუდი, ამიტომ გელა შეყილაძესთან ხელშეკრულება შეწყდა 31 დეკემბერს და დაიდო ახალი შეკრებილება ნოდარ აკობიესთან. მწვრთნელისათვის მისასალმებელია და საფასურისმგებლოა, რომ მუშაობს ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარწვრთნელად, 19 წლამდე ნაკრების მთავარწვრთნელად. მე ამ ბავშვებს ძალიან კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ მქონდა ფეხბურთელებთან შეხება, რა თქმა უნდა სამუშაო ბევრია, სელექცია ბევრია, ესე რომ ჯერჯერობით ჩვენ ვართ მზადების შენების პროცესში. ჩემი აზრით ძალიან მცირე დაგვრჩება ჩემ მომზადებისთვის, ამიტომ პირდაპირ შეკრებაზე ვაპირებთ წასვლას, რომ ამიდე შეგვირჩელა უბრალოდ ხელი. მაგრამ ალბათ ამ დღეებში ჩვენ ზუგდიდში ვიმგზავრებით შეკრებაზე, რომ პირველი ნაბიჯები მომზადებისგან გადავდგათ.